ჩვენ დავბრუნდით და როგორც უკვე გითხარით, რეჟიმის ფსიქოლოგიურ ძალადობაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს წნეხი დღითიდღე უფრო ძლიერდება და უფრო საშიშ და სასტიკ სახეს იღებს. დღეს ჩვენ ჩართვით გვეყოლება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ საინტერესო შეკითხვას გავცემთ ერთად პასუხს. მოგესალმებით ნათია. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. არ ვიცი, ადევნებდით თუ არა თვალყურს ჩვენ პირველ ნაწილში ძალადობაზე ვისაუბრეთ, იმ ძალადობაზე, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია დაიწყო და სხვადასხვა ფორმებით გვევლინება. დაიწყო უკვე ისიც, რომ თქვათ, პატიმრებთან შედიან ადვოკატები, სუსის ადვოკატები, რომლებიც პირდაპირ ძალადობენ და ცდილობენ აიძულონ რეჟიმის პატიმრები ცრუ ჩვენებები მიაცემინონ და რაღაცნაირად ძალადობენ მათზე. ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდით. რაღაცნაირად მე პირადად ასე ვაფასებ და ასე ვხედავ ამ სიტუაციას, რომ ერთის მხრივ არის რეჟიმი, რომელიც პირდაპირ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობს ადამიანებზე. ის რეჟიმი ცდილობს, რომ რაღაცნაირად გატეხონ ადამიანები ძალადობით და ჩამოშალონ ის ერთობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ქართულ საზოგადოებაში და მეორეს მხრივ არის ქართული საზოგადოება, რომელიც უკვე 76 დღე არის ქუჩაშია გამოსული, აპროტესტებს ამ რეჟიმს და აბსოლუტურად მართლები, აბსოლუტურად ადამიანები, რომლებიც იცავენ თავიანთი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ადამიანის უფლებებს, ისინი არიან მართლები და ისინი რაღაცნაირად ელოდებიან სისტემურ ჩამოშლას, იმითი რომ აი მეც ვახსენე, რომ სულ ველოდები ყოველ დღე, რომ ვიღაცა ასე ვთქვათ, სამართალდამცავში სადღაც გაჩნდება, ასე ვთქვათ, სოლიდარობის განცდა და იტყვის ეს ადამიანი, რომ ესე მოქმედება აღარ შეიძლება და აი ჩამოშლა სისტემის ჩამოშლას, ამ რეჟიმის სისტემის ჩამოსლას თუ კი განვიხილავთ საზოგადოება და მე პირადად არის აი ზუსტად ასეთი შლა, რომ სინდისი გაიღვიძებს ამ ადამიანებში. რაღაცნაირად აი ესეთ ბეწვის ხიდზე არის ერთ მხრივ რეჟიმი და მეორეს მხრივ ქართული საზოგადოება, რომელიც ელოდება იმას, რომ რაღაცნაირად ამ ძალამ გაიმარჯვოს და სისტემა დავშალოთ. რეჟიმის სისტემა და რეჟიმი ელოდება, რომ ხალხის ერთობა დაშალოს. აი როგორ ხედავთ ამ პროცესს და რა არის ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი და თქვენი შეფასებაც საინტერესოა. ფსიქოლოგიურ თვალსაზრისით სხვათაშორის მე ვფიქრობ, რომ რეჟიმის ჩამოშლა იმით იწყება, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ძალაუფლებაში მყოფთა წარმომადგენლები აბსოლუტურად კარგავენ კონტროლს თავიანთ ქცევას, რომელსაც ადრე მეტნაკლებად აბალანსებდნენ და ნუ ეს ასე არ იყო, რომ თუ კი მე შენ არ მომეწონებოდი, ოპერაში არ შეგიშვებდი, ხო? მიუხედავად იმისა, პოლიტიკურად რა შეხედულება გექნებოდა. ეს თვითონ უკვე თავისთავად არის, რომ მათში დესტრუქცია არის სახეზე დაწყებულია. თუმცა, ნუ, არ ვიცი, ჩარლი ჩაპლინის უსაყვარლესი სიტყვებია ჩემთვის, რომ ცხოვრებაო შორი კადრით კომედიაა და ახლო კადრით ტრაგედიაო და აი მართლა ასეთი რამ არის, კიმ ჩენ ინს რო ვუყურებ შორიდან ძალიან სასაცილო კაცია, ხო, მაგრამ ეხა ახლოდან რასაკვირველია ტრაგედია არის რეჟიმი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაშია. ასევეა ჩვენთან რაღაც ერთი მხრივ შეიძლება ღიმილიც კი მოგგვაროს ამან იმაში, რა ქვია, შერეკილებში, რომ შეყვარებულ კაცებს აპატიმრებენ. ხო, რაღაც კომედიურობაც ახლავს ამას. კი, პარლამენტიც აბსოლუტურად კომიკური არის თავისი პრეზიდენტით და თავისი ოპოზიციით. ეს რომ შევხედოთ შორიდან, მართლა ძალიან კომიკური რაღაცა აბსურდის ჟანრის ის არის სპექტაკლი. კი, იმიტომ რომ ხო, ესეც ჩარლი ჩაპლინის სიტყვებია, შორის რომ რაცო, რაზეც ჩვენ გვეცინება, რომ დაგმართო და ტირილით მოვკვდებოდითო და ჩვენ ახლა ეს თან დაგვემართა და თან გვეცინება, ასე ვთქვათ, მაგრამ რასაკვირველია, სასაცილო არ არის იმ ადამიანების ბედი, ვინც ციხეში მოხვდა და ნუ ყოველ დღე რაღაც საოცრებას აკეთებენ მართლაც, მაგრამ ტრაგედია რა არის, იცით, რომ მაგალითად ადამიანს შეუძლია მითხრას, რომ იცი, ბიძინა ივანიშვილმა რომ ოპერა გაარემონტა, იმ ოპერაში რატომ უნდა შევიდეს პაატა ბურჯულაძე? ესე იგი, ზოგიერთი ადამიანის წარმოდგენაშია, რომ თუ კი ვინმე რამეს გაარემონტებს, მისია. და ესე იგი ძალიან ბევრი რამ არის საჭირო ადამიანებს აუხსნათ, რომ არათუ რო გაარემონტებ ის არ არის შენი, რომ ააშენებ
და ქვეყანას გადასცემ, აღარც ის აღარ არის შენი. მაგალითად, იგივე სამებაში ვინ ილოცოს და ვინ არა, ეს რომ არ შეიძლება სახელმწიფო ასე ფუნქციონირებდეს, სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს არის ასახსნელი. და ჩემი აზრით პრობლემის სათავე სწორედ ეს არის, რომ მხოლოდ ხელისუფლებებს კი არ აკისრიათ ის, რომ მათ აწყობთ ასე მოაზროვნე ადამიანების ყოფნა, რომლებიც ყველაფერზე თავს თუ დაუქნევენ, აი მაშინ აქვთ განცდა, რომ აღარც ომი მოხდება, აღარც დაიჩაგრებიან და რეალურად რო ჩაგვრა მიდის მათი, იმიტომ რომ სამართალს ვერ საგიპოვიან იმისთვის, რომ ვერასოდეს ეკონომიკურად წელს ვერ წარმოწევენ, ამას ვეღარც კი ამჩნევენ. ეს რაღაც აბსტრაქტული კატეგორიაა, რომ თუ წესიერად მოვიქცევი, გადავრჩები და ეს წესიერად მოქცევა არის აბსოლუტურად ადამიანური თვისების დაკარგვა, რომ ან კრიტიკული აზრი გამოთქვა, ან რამეზე დაიკვნესო კაცო და უკმაყოფილება თქვა. ესეც ხო ნორმალური რეაქცია იქნებოდა. მაგრამ ამაში მხოლოდ ხელისუფლებების ბრალიც არ არის. ყველა იმ ადამიანის, ვინც შეიძლება ამპარტავნულად ექცეოდეს მსგავს კატეგორიას ხალხის და არ ცდილობდეს აუხსნას რა არის მისი უფლებები და ვერ სწუდებოდეს სწორი დამოკიდებულებით, არა აგრესიით, არა ეს როგორ არ გესმის, ასე კი არა, არამედ რაღაცნაირად გულშემატკივრის პოზიციით, ეს არის ბევრი წელი, ბევრი რამის და ვინმეს ბრალი, მე ასე ვფიქრობ, იმ ცოტა კუდაბზიკა ელიტისაც შეიძლება, რომელსაც ვთქვათ, მეტად შეუძლია გინდაც მასმედიის ალბათ ყველა ჩვენგანის აი ამისი თქმა მინდოდა რომ ყველაზე მთავარი არის ეს რომ ყველა ადამიანისთვის ცხადი არ არის რას ნიშნავს სახელმწიფოს ასე მართვა რომ მე თუ მინდა ხელს ვტაცებ მასწავლებელს თუ მინდა ხელს ვტაცებ ფსიქოთერაპევტს თანაც როგორ ფსიქოთერაპევტს მაია ცირამო არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და კეთილშობილი ადამიანი როგორიც არ უნდა იყოს გინდაც ცუდი პროფესიონალი იყოს ცხადია მაგრამ სრულიად აბსურდში ვართ და რეალობა კიდევ უფრო ბანალური არის ამ 5000-იანი ჯარიმებით სურთ რომ შეავსონ ბიუჯეტი რომელიც როგორც ჩანს უფრო სწრაფად ინგრევა ვიდრე ჩვენ მოველოდით ესე იგი დასავლეთის ოდნავ გვერდზე გაწევაც კი საკმარისი იყო რომ ასეთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილიყვნენ რომ ხალხიდან ამოეხაპათ ეს ფული მათ სულის ამოხდენამდე ვნახოთ აბა სადამდე წავა ეს იმიტომ რომ ეს ხო ყველა შეეტყობა ეხა ინდმე წარმოებისთვის დაუწესებიათ უკვე 20% როგორც ვკითხულობ თორე ვერ გეტყვით რომ კანონებს თვალს ვადევნებ მაგრამ ფაქტი არის იწერებოდა ამაზეც და წუხდა ხალხი ხო ბანკები აუცილებლად კიდევ პროცენტს გააძვირებენ აი ამას მოგვიტანს დასავლეთის დაშორება სულ რომ პროპაგანდის მსხვერპლი იყოს ვინმე და სჯეროდეს რომ დასავლეთი იმიტომ იყო ჩვენი მეგობარი რომ ჩვენი LGBT თემის წევრად ქცევა უნდოდა მათთვისაც კი თუნდაც ეკონომიკურად რას მოიტანს ეს ყველაფერი მე მგონი ცხადი უნდა იყოს და თუ არ არის ცხადი უნდა აუხსნათ ალბათ ქალბატონათია თქვენც ახსენეთ რომ საკმაოდ ბანალურად მიმდინარეობს სცენარი რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით მეც გეთანხმებით რომ ძალიან ტრივიალური არის ის ყველაფერი როგორც ახლა იქცევა ხელისუფლება და პრინციპში სადმე ვინმე რომ რაღაც დაგუგლოს ან რაღაც როგორ უნდა გადაზარდოს ავტოკრატია დიქტატურაში მიყვებიან მაგნაბიჯებს თუმცა თქვენ ძალიან სწორად ახსენეთ რომ უკვე რაღაც ეკონომიკური პრობლემები ჩდება ადამიანებში გარდა იმისა თუ რა ტიპის ფსიქოლოგიური ძალადობა არის თლიანად საზოგადოებაში და რაში ვცხოვრობთ ბოლო 2 წელია მინიმუმ თუ მეტი არა რაღაც საზოგადოების რაღაც ნაწილი თუმცა ეს ბოლო 2 წელი კიდევ უფრო ფორსირებულად მიდიოდა ეს ყველაფერი და პროტესტი უფრო და უფრო უწყვეტი ხდებოდა მე არ ვფიქრობ რომ მხოლოდ 76 დღე არის ამ ქვეყანაში პროტესტი მიმდინარეობს მე უფრო დიდი ხანს მგონია ეს და ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების ამის მონაწილე არის და ეს ადამიანის მენტალური ჯანმრთელობას ძალიან მოქმედებს თუმცა როგორც ვახსენეთ რაღაცა დაჩქარებული წესით აკეთებენ რაღაცეებს თქვენ როგორც ფსიქოლოგი როგორ ფიქრობთ რამდენად შეგუებადი არის ეს ამ საზოგადოებისთვის იმ გამოცდილებით იმ წარსულით რომელშიც ახლა ვახსენე რამდენიმე წელია უკვე ვიმყოფებით ამ დაჩქარებული ტემპის გათვალისწინებით იმიტომ ეს მნიშვნელოვანი ცვლადია ამ ყველაფერში იმიტომ რომ ესე დაჩქარებულად და ფორსირებულად ესეთი რაღაცეები არ კეთდება იმიტომ რომ რაღაცა დრო ჭირდება რომ შეგაგუონ რაღაცას რამდენად შეიძლება რომ მათი ეს ტრივიალური ნაბიჯები ბანალური ნაბიჯები წარმატებით დასრულდეს თქვენი შეფასებით ახლა მესმის რომ სპეკულაციებში ვერ შევალთ რა როგორ იქნება მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ რამდენად მოერგება ეს ამ საზოგადოებას რის მორგებასაც ძალდატანებით ცდილობს რეჟიმი
იცით რა არის საზოგადოებები, ადამიანები ზოგადად ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან არსად, განსხვავდებიან მხოლოდ გამოცდილებებით. და ის რაც შეიძლებოდა სხვა ერისთვის შოკი ყოფილიყო და დაბნეულიყო, უბრალოდ ქართველების გამოცდილებაში არის საბჭოთა კავშირში ყოფნის გამოცდილებაც და მაშინაც დევნიდნენ მიხეილ ჯავახიშვილებს, გალაქტიონ ტაბიძეებს და სანდრო ახმეტელებს და მათ მიიჩნევდნენ ხალხის მტრად, ვისაც სინათლის შემოტანა შეეძლო ცნობიერებაში და ვისაც შეიძლებოდა რომ არა მტრული, არამედ სასიკეთოდ ნათელი აზრი დაემკვიდრებინა და განმანათლებელი ყოფილიყო საერთოდ საზოგადოების. ხო, ხა შეიძლება ეს ძალიან დიდი სახელები მოჩანს ახლა შორიდან, მაგრამ ფაქტი არის რომ რა რესურსიც ჩვენ გვაქვს იმისა, რომ ყავდეს განათლებული ადამიანი, ცოდნის გადამცემი ადამიანი თუ სერვისის თანამშრომელი, ექიმი, ფსიქოლოგი თუ ასე შემდეგ, ფაქტი არის რომ ასეთ ადამიანებს დაუწყეს დევნა. ეს რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურად იმ ადამიანებზე, ვინც ისედაც ჩვეული არის სიღარიბეს და სიღარიბის ფსიქოლოგია არის დასწავლილი უნწეობა, შეგუებული უნწეობა, ისედაც უფრო გაუბედავია ხოლმე ეს ხალხი, რადგან ის ღარიბი იყო ყველა მთავრობის დროს და არც იმის ჯერა რომ რომელიმე სხვა მოუტანს სიკეთეს და ცვლილებების მეტად ეშინია ვიდრე დღევანდელი საშიშროების, რომელიც ცხვირწინა აქვს. რა თქმა უნდა კიდევ უფრო მათ დაფრთხობაზეა ეს ორიენტირებული, რომ თუ კი გეხავ ისეთ ადამიანებს გაუბედესეს, როგორიც ვიღაცა იცნობს, ვიღაცას მეტი ძალაუფლება აქვს თითქოს მათი თვალსაზრისიდან, მაშინ მე რაღა მომელის და ის შეიძლება კიდევ უფრო უნდა დაითრგუნოს, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ჩვენ საზოგადოებას გამოცდილი აქვს საბჭოთა კავშირში ყოფნა, ჩვენ გვაქვს ისტორიული და უახლესი მეხსიერება, ჩვენ გვაქვს მეხსიერება თუნდაც წინა მთავრობის აბსოლუტური სადიზმის, როდესაც მათაც მოზძვრად საბოლოოდ ჩამოიშალნენ, დესტრუქცია დაემართათ და მართლა ესე კატათა გობანას ეთამაშებოდნენ ხალხს და ისინიც ასე ავსებდნენ ბიუჯეტს მარიხუანას დოზის ჩადებით, მათი ხერხი ეს იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენს მეხსიერებაში ეს არის, ამასაც შეიძლება მიგვიყვანოს და რა თქმა უნდა, სწორად გაცნობიერების, საზოგადოების სწორად გაცნობიერების შემთხვევაში ეს მეორეჯერ, მეათეჯერ, მეასეჯერ ხალხმა არ უნდა დაუშვას წესით. თან რაც მთავარია, კიდევ ამ შემთხვევაში ეკონომიკური სიდუხჭირე ბევრად მეტად დაარტყამს, ვიდრე ეს მოხდა წინა მთავრობების დროს, იმიტომ წინა მთავრობების დროს მეტნაკლებად მაინც ყოველ ცვლილებას რაღაც ნაბიჯი მოჰქონდა უკეთესობისკენ. შესაბამისად, ერთადერთი რის იმედით შეიძლება გქონდეს, ეს არის ის, რომ ჩვენ ახლები არა ვართ ამ ტერორის განცდისთვის, ვიცით რა რას ნიშნავს. თორემ აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე რომ დაეწყოთ ასეთი რამ, ხალხი ბევრად მეტად დაიბნეოდა, რა თქმა უნდა, ვისაც არ უნახავს ასეთი არაფერი. თუმცა სურათი დიდად არ იცვლება ხოლმე, დღესაც არის იგივე ინსტინქტებზე, მტრულ ინსტინქტებზე ზემოქმედება, რომ პირველად მე ვერ გეტყვით, რომ ეს არ არის მომზადებული ტერორი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია მიდის ისეთი პოლარიზება, რომ თუნდაც მედიაში არასოდეს დიალოგი აღარ შემდგარა უკვე რამდენი წელია. ოპოზიციური მედია ოპოზიციურ აზრებს აჟღერებს, არაოპოზიციური მედია მხოლოდ თავის თავში იხარშება. დებატები არ დგება. დებატები კი არა, ოდნავი გადაკვეთის წერტილი. ესე იგი, ასეთი კრიზისი არასოდეს ყოფილა, რომ შუამავალი ადამიანური სახეები არსებობდეს, რომლებსაც ერთმანეთთან ადამიანური კომუნიკაცია შეუძლიათ და რაღაცაზე მოილაპარაკებენ, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ამ მთავრობის წევრებსაც ხომ ესმით, ყველა ხომ არ არის შტერი, ან ყველა ხომ არ არის რაღაცა ასეთი შიშებით შეპყრობილი პარანოიალურით, რომ ვინც ჩვენზე ცუდი რამა თქვას, გული გაუყოს დანამა, ხო? შეიძლება რომ მათაც აქვთ ეს შეგრძნება, რომ საკუთარ ტოტს იჭრიან. თუნდაც ამ ევროპის გაწევით, ვინც თხოვდა ჩინეთთან ურთიერთობის გაწყვეტას, ან ირანთან, ახალი მეგობრის შეძენა იმას კი არ ნიშნავს, რომ ძველი მეგობარი დაკარგო. შესაბამისად, ჯერჯერობით კიდევ ეს მტრული თამაშები მიდის, რომ აი ვიღაცას ვიღაც იშურდა, ვიღაცას ვიღაც არ მოსწონდა, ვიღაცაზე პროპაგანდისტულად იმუშავეს, რომ არ უნდა მოსწონებოდა და თავიდან ყველა არის კმაყოფილი. მე მახსოვს, ჯანსუღ ჩარკვიანი ამბობდა ადრე აი ნაციონალებმა რომ დაიწყეს ესეთი მასობრივი აგრესია და დაპატიმრებები, რომ ნუ გიხარიათო ხალხო, თქვენ ახლა გოგონიათ, რომ შენს მეზობელს შენ რო არ მოგწონს იმას რო იჭერენ, ნუ ბედნიერი ხარო, მაგრამ შენც მოგიახლოვდება ეს.
მოიცო. საერთოდ ესე არის, თუ რაღაცა ზღვარი გადაილახა, იმის შემდეგ უკვე უკან დასახევი გზა აღარც ხალხს აქვს და აღარც თვითონ ხელისუფლება იტოვებს ამ ძალას, ამ გზას ასე ვთქვათ. თუმცა იმ დროს რომელსაც თქვენ ეხსენებთ, მაშინ უკან დასახევი გზა დაიხია უკან იმ დროინდელმა ხელისუფლებამ ერთ რამეში დაიხია, კარგად რო გლეწა, კარგად ხვები რო ისროლა, კარგად რო ატერორა ყველა და სახიზრულებიც უმტრია ვიღაცეებს ხომ მიტინგებზე. ამის შემდეგ დაიხია ერთადერთ რამეში, როდესაც დასავლეთმა უთხრა, რომ მოდი გაიწიე ხა და არჩევნები დათმე. ამაში დაიხია, თუმცა აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ახალგაზრდა და მას ჰქონდა პოლიტიკური ამბიციები, ამით განსხვავდებოდა დღევანდელი ხელისუფლებისაგან. პოლიტიკური ამბიციებით მას უნდა ჰქონდა სურვილი, პოლიტიკური ნარცისიზმი ჰქონდა ერთგვარად, რომ მე ვიყო დიდი პოლიტიკოსი, ბირთვული სახელმწიფოს მეთაურივით იქცეოდა ისიც, ხო? და შესაბამისად მას ჰქონდა განცდა, რომ მე თუ ეხა გავიწევი, მე ჩემი კარიერის შანსი კიდევ მექნება, მოვბრუნდები. ამას ფიქრობდა და ეს ადამიანები ახლა დღეს ვისაც ძალაუფლება აქვს, როგორც ჩანს მოbrunების არანაირ მოლოდინს არ გრძნობენ და შესაბამისად შენარჩუნებაზე არიან გადასულები და ნელ-ნელა ყოველდღე უფრო დიდ პრინციპში უდიდეს სისულელეს აკეთებენ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხალხთან გამარჯვება მაინც არ არსებობს და უკან დასახევი გზა დაეტოვებინათ, საკუთარი ადგილი საზოგადოებაში დაეტოვებინათ და საერთოდ რაიმე შანსი საკუთარი შვილებისთვის მაინც დაეტოვებინათ, ეს ქვეყანა მარტო სხვისი შვილების ხომ არ არის. ნათია, ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელიც საკმაოდ მხცოვანი და ასაკოვანი არის და მეორეს მხარეს ვართ საზოგადოება, რომლის ცნობიერებაც მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ გაზრდილია და მოდი ვთქვათ პირდაპირ მნიშვნელობითაც და გადატანითი მნიშვნელობითაც ის ძალიან ახალგაზრდა არის. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ეს უპირატესობა ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოებას აქვს, რომ ის მართლაც ძალიან ახალგაზრდა არის და გამარჯვების იმედს ეს უნდა გვაძლევდეს, რომ რაღაცნაირად აი ამ რეჟიმთან ბრძოლაში, სადაც რეჟიმი კი ამბობს, რომ მე ძლიერი ვარ და ასე ვთქვათ, რაღაცნაირად კუდს იქნევს, მაგრამ რამდენად რეალურია ეს კუდის ქნება და რამდენად უპირატესობა ხალხის მხარეს არის აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში? იცით, მე ვფიქრობ, რომ ის რომ ახალგაზრდებთან ვერ გაიმარჯვებს ძველი თაობა, ეს რა თქმა უნდა. არა, თაობას არ გულისხმობ, თვითონ ახალგაზრდას გულისხმობ საზოგადოებას, ასე ვთქვათ, არა მარტო ასაკობრივად ახალგაზრდას, აი შედარება რომ გავაკეთოთ რეჟიმი, რომელიც არის უკვე ვთქვათ შერყეული და საზოგადოება, რომელიც ეხლა ძალიან მზად არის, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვახსენებთ ხოლმე, რომ აი თქოს ახალი საქართველო დაიბადა, როდესაც ბევრმა რაღაცამ გაიღვიძა საზოგადოებაში. აი ამას უფრო ვგულისხმობ. კი ბატონო, გავიგე თქვენი მეტაფორა, რომელიც თქვენი მეტაფორაც მართალია, რომ ახალგაზრდა ეს საზოგადოება დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე, იმიტომ რომ პირველი შობილი თაობა არის დღეს გაბრაზებული და თავის ბედზე ვინც წუხს, ხო, მაგრამ თავისთავად ერი ძალიან მხცოვანია, ესეც სიმართლეა. აქედან გამომდინარე თითქოს დაღლილები ვართ დაბადებულები და ამას გარდა ჩვენ უკვე გვაქვს ტრანსგენერაციული ტრავმა, თაობათა გამჭოლი ტრავმა, არა მხოლოდ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული და დადაღული, არამედ უკვე დამოუკიდებლობის დღიდან ნაომარი, გაცვეთილი, დაღლილი და შესაბამისად ირიბად ჩვენი შვილებიც არიან ტრავმირებული, მათი თაობაც. მთლად ისეთი ფრეშ მაინც არ არის ეს თაობა, იმიტომ რომ გამჭოლად დედებისგან, მამებისგან ამდენ გენეტიკური ტრავმები გადმოდის მაინც. გენეტიკური ტრავმაც და უშუალოდ აიყოფითი ტრავმაც, რომ ვთქვათ, დედა გმირულად წავიდა ემიგრაციაში, რომ შვილი იქიდან უზრუნველყოს, სამაგიეროდ ბავშვს დააკლდა რაღაც მხრივ ფიზიკურად მისი ყოფნა და ასე ძალიან ბევრი ტრავმა. კიდევ ერთი რამ არის, რომ რაღაცნაირად ჩვენი თაობა უფრო აგრესიულები ვიყავით რამ მხრივ. ჩვენ სისხლიანი ომები რომ ვნახეთ, ამასაც შეუძლია ფსიქიკის აღგზნება. თუ აკვირდებით, ჩვენი შვილები არიან უფრო ლმობი
ძლიერები, ძალიან წესიერები, ძალიან კარგები გაგვიზრდია. და შესაბამისად მათ არ აქვთ რაღაც ის ბრუტალურობა, როგორიც თქვათ, აი 90-იანების თაობას ჰქონდა, რომ რაღაც მომენტში შეიძლებოდა ისე გადასულიყო ჭკუიდან მართლა ყველა ხელისუფალი უნდა დამალულიყო და აი ჩვენს ბავშვებს ეს ბრუტალურობა არ აქვთ და რაღაც ერთგვარად რა ვიცი შეიძლება ხუმრობით ნათქვამათაც კი გამოჩნდეს ეს 100,000 მოწამეო და თუ ტურაშვილი ამბობდა ხოლმე კაცო 100,000 ქართველი პატარა ძალა ხო არ არისო 100,000-მა ქართველმა როგორ მიუშვირა ხმალს თავიო და აი ამ 100,000 მოწამის არქეტიპი შეიძლება თამაშებდებოდეს იმით რომ რაღაცნაირად გაბრძოლების გარეშე მიდიან ადამიანები აი ამ ციხეშიც რაღაც გულუბრყვილო და საოცრად ნათელი და კეთილი მოლოდინით რომ ხალხო თქვენ სხვა ადამიანები ხართ თქვენ ხო იცით რომ ჩვენ უდანაშაულო ვართ აი ამ რაღაც გულუბრყვილო საყვარელი რწმენით რომელიც ჩემთვის არის ძალიან წმინდა ამაღელვებელი თუმცა მართლაც ძალიან ძნელია წინასწარმეტყველება რა იქნება საერთოდ ჩვენ თავს ხვალ და კი ეს ძალიან რთულია იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ახალ თაობასთან დაკავშირებით თქვენ დებატები ახსენეთ და ეს არის ის თაობა რომელიც აი პირდაპირ მნიშვნელობით გიждდება ისე უყვარს დებატები და უყვართ კამათი და ამითი ძალიან დიდ სიამოვნებას იღებენ რაცაც მე აღფრთოვანებით უყურებ ხოლმე იმიტომ რომ ჩემმა თაობამ სამწუხაროდ ეს ვერ მოახერხა იმიტომ რომ სულ გადადიოდა ხოლმე ეს რაღაცა გაუგებარ კონფლიქტში და მე ჩერდებოდა დებატი და ეს თაობა არის რომელსაც უყვარს მსჯელობა და უყვართ რაღაცა ასე ვთქვათ კრიტიკული აზრების გაზიარება ერთმანეთთან. ნათია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ დაგემშვიდობებით, მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. მადლობა. უკაცრავად ისე სპონტანურად შემოვიჭერი ეთერში, რომ ცოტა რთულია გადაწყობა ასე განწყობის გარეშე სტუდიაში. ვფიქრობ, რომ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. დიდი მადლობა. კიდე სხვა არის, მაგრამ იმედია მაყურებლისთვის ძალიან მოსაწყენი არ იყო. მადლობა, ნახვამდის. დროა დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. ხო, დროა დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. მშვიდობიანი დღე ვუსურვოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის რომ ჩვენ გვყავს ერთმანეთი და ეს გუშინამის მაგალითი იყო რომ ერთ პატარა დაძახებაზე როგორი ერთიანი გახდა ისევ ჩვენი საზოგადოება რომელიც მე ძალიან მიყვარს და რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს. დაგემშვიდობებით. ხვალამდე.